რუსთავში წყალმომარაგების პროექტების მონიტორინგი გრძელდება. კომპანია Georgian Water and Power-მა ხრამი რუსთავის მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყო, რაც 1 კილომეტრი მილსადენის შეცვლას მოიცავს. მიმდინარე წელს კომპანია ქალაქში 15 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. გვაქვს მიზანი და გეგმა, რომ რუსთავში წყალმომარაგების პრობლემები უნდა დავასრულოთ, ვაგრძელებთ სამუშაო შეხვედრებს სემეკთან, GVP-ის წარმომადგენლებთან ერთად, ვაყენებთ ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რაც მოსახლეობისთვის ჩვენს ქალაქში არის მნიშვნელოვანი. ის სამუშაოები, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, ეს ტემპი უნდა გაგრძელდეს, შენარჩუნდეს იმისათვის, რომ თითოეულ პრობლემას, თითოეულ უბანში მივხედოთ სათანადოდ და მოვაგვაროთ ეს საკითხები. მიმდინარე წელს ჯამურად 15 მილიონამდე ლარის ინვესტიცია გვაქვს დაგეგმილი რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში, რომელიც ხმარდება ენერგეტიკული თვალსაზრისით ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ მაქსიმალური დაზღვევა სატუმბის სადგურების ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით, გავაჩინოთ ალტერნატიული კვების წყაროები.